მოკლედ შემოგიერთდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ გრძელდება გადაცემა შუადღე ქუთაისში, როგორც დაგპირდით სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებოდით, ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს ბატონი ვახტანგ სიხარულიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბატონო ვახტანგ, ყოველთვის მახარებს თქვენი ვიზიტი, იმის მიუხედავად, რომ ცოტა მძიმე თემებზე გვიწევს ხოლმე საუბარი, მაინც მიხარია თქვენი სტუმრობა, ასე რომ გამონაკლისი არც დღევანდელი დღეა. Ვიცით ხარს მედია საშუალებები და თქვენი სააგენტო მასწავლებელი. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და სამოქალაქო აქტივისტი ბატონი გიორგი გველესიანი, რომელსაც მივესალმები აქვე და მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ მოგზაურობდა და მონაწილეობს გადაცემა შუადღე ქუთაისში. მოგეთ ძვირფასებო ბატონებო, მოკლედ თითოეული თემა, რომელიც ეხება თეთრ ხიდს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს, გადაცემაში ვიტოვებ ხოლმე იმედს, ეს არის ბოლო ცუდი და ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც ხიდს ეხება, მაგრამ ეს იმედად რჩება და გამონაკლისი მოკლედ არც ის აქცია, რომელიც გუშინ გაიმართა, თუმცა ბატონო ვახტანგ ალბათ აქციას თავისი გარკვეული წინა პერიოდი ჰქონდა, ხო? დაიდო საფუძვლად, ეს არ ყოფილა შემთხვევითი, თქვენ ყოველთვის გამოხატავდით თქვენს დამოკიდებულებას თეთრ ხიდზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასე რომ მოდი დავიწყოთ ყველაფერი, რა გახდა მიზეზი აქციისა. Მიზეზი აქციისა გახდა ის, რომ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დეკემბრის დასასრულს ჩავატარეთ აქცია ბრიფინგის სახით, იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო ადამიანისათვის, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე სტუმრებისათვის და მოვთხოვეთ შესაბამის უწყებებს, მერიას, მის სამსახურებს, რომ მიიღოს სათანადო ზომები, რომ გადაადგილება, განსაკუთრებით. და რას გულისხმობთ აი ამ სათანადო ზომებში რომ განმარტოთ? რა ზომები უნდა მიიღოს? იმიტომ რომ საფარი, ლითონის საფარი, მინის საფარი, ეხლა უკვე ზამთარი არის, ზამთრის პერიოდია, ნალექიანი ამიდები უფრო მეტი იქნება, მომატებულად იქნება ამ კლიმატურ გარემოებაშია განერძე და ნალექიან სეზონზე გადაადგილება ჩვენ ნახეთ იქ და ყველას არ აქვს ზამთრის ისეთი ლანჩიანი ფეხსაცმელები, რომ არ გასტრიალდეს და არ წაიქცეს და რაღაც არ მოვიდეს. ხო? მე კიდე არსებობს ჰუკის კანონი, გაფართოება, შევიწროება და სხვადასხვა მასალა, სხვადასხვა გაფართოების და შევიწროების კოეფიციენტია, ხა ელემენტარული ფიზიკაა და ვიყო რაღაც გარკვეული საფრთხეების შემცველი ხიდი ზამთრის პერიოდთან განსაკუთრებით. და მოვთხოვეთ შესაბამის იმას, რომ მიიღოს სათანადო ზომები. და რა პასუხი მიიღეთ სამდგომებიდან? არაფერი პასუხი არ მიგიღია და 29 დეკემბერს თუ კარგი არის, ამითაც არის ეს სოციალური ქსელი. კარგი რომ შეიძლება ყველაფერს გადამოწმება. დიახ. 29 დეკემბერს კარგი მეხსიერება აქვს, ხო ვერაფერს ვერ გამოვაყენე. 29 დეკემბერს გაიბზარა მინის გამოძიებაც მიმდინარეობს, ხო? უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიებაც მიმდინარეობს, ეს განგები. კი, ასე ვიცით, ჩვენ ასე გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ვიდეო ჩანაწერების განხილვა და რა არის მიზეზი ამისი და ბევრი ისა. და გაიბზარა და შემთხვევით ჩვენი წარმომადგენელი შეესწრა ამას და კიდე კარგი რამე რო არ მოხდა და გაგზელება არ მოყვა აი ამ გაბზარებას და შემდგომითაც და ავდის ვიცით დავდექით ხიდზე ხალხი გავაჩერეთ ხოვეთ იმ ხალხს რომ ისე დავდგანებდნენ და ეთხოვათ გამრელებისთვის რომ თხილად ყოფილიყვნენ თხილად გადაადგილებულები და შემდეგ სახელდახელო დამობეჭდეთ სტიკერი დავაყარეთ იმაზე და მოვითხოვეთ ჟურნალისტებიც მოვიდნენ ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის მედია საშუალებებს ჟურნალისტებიც მოვიდნენ და მოვთხოვეთ შესაბამის სამსახურებს მერიას მერიის შესაბამის სამსახურებს რომ მიიღოთ შესაბამისი ზომები სათანადო ზომები რომ ადამიანები საფრთხე სიცოცხლის საფრთხეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ გამოწვევს. ამ შემთხვევაში რა პასუხი მიიღეთ ბატონო ვახტანგ? ყოველგვარი გონივრული ვადების დაგვიანების 3 საათის შემდეგ მოვიდა ქალაქის მერი შვედი ვიყავით იქა გადავუვეთ დავაფიქსირეთ და იქ შემოღობეს ამ 3 საათის შემდეგ მოიტანეს იქ შირმები, ბარიერები, შემდგომი საშუალებები. მაშინვე დაიწყეს აფხეკა იმ სტიკერის 4D ფორმატის სტიკერია ის არაფერს არა და ასია მიღებული საერთოდ როდესაც რაღაცა ხდება აბა თუ იმ შენობაში კი და საჯარო სივრცეში კი და ისე ყველა პასუხისმგებლიანი ქვეყანაში და ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია იმის გამო რომ მისი ვიზიტორები იმ შენობაში გზაზე არ დაზიანდნენ გამაფრთხილებელ ნიშნებს გავს. და რა იყო სტიკერზე გამოსული? სტიკერზე იყოს ორ ენაზე ეწერა ქართულად და ინგლისურად რომ საფრთხეა საკიფა. და ძახელის ნიშანი, შეუძლია სტანდარტული რაღაც არის. გავაკეთეთ ჩვენ ეს გავერობთ აქია მერიიდან აქია შესაბამისი ორგანოების რეაგირებას მოიგდენს 3 საათის შემდეგ, 2 საათი ნახევარ 3 საათს. ყოველ შემთხვევაში გონივრულად და დაცილებული იყო. შველებს ციცივე იყო ხიდზე ახლა ვერ გავძელით და მაგრამ აღის არ მივატოვეთ ჩვენ ეს აქია პოსტი. რომ ადამიანის სიცოცხლე
და ჯანმრთელობა არის უპირატესი ღირებულება ყველა ფერთან შედარებით. ამას მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ თვითონ სპეციალობის წარმოადგენელი ვარ, რომელსაც ებარება სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არ, ზოგადად ყველა ადამიანისთვის უძვირი ფასესი არის. ადამიანები ეკვლევს რესტარნებია, კიდევ რუსულად დაროვა ინგლისურად მოვიტევეთ ჩემი ინგლისურად რაღაცა როგორ ახალ ეკითხები ადამიანები პირველად ჯანმრთელობა აინტერესებს ერთმანეთს და შემდეგ მოდის რაღაცა სხვა რაღაცეები და ასე რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება უპირატესი არის ამის გამო გავაკეთეთ ის პირველი ისა 29 დეკემბერს არა დეკემბრის დასასრულს მე 29 დეკემბერს გაიმგზავრა ისა და შემდეგ დაველოდეთ იმას რომ რა ღონისძიებებში გატარებდა რაფია მერია რას ზომებს მიიღებდა როგორ რაფია დაიცავდა ის მისი მოქალაქეების და ქალაქისტურების რაფია სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და არაფერი გავიდა დრო გავიდა ერთი კვირა ორი კვირა და ორი კვირის თავზე გავდექით და ჩავატარეთ აქცია გავიმეორეთ ისა და კიდევ სხვა ის იგი თუ იქ გაიბზარა რაღაცა მიზეზის გამო ის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის საბოლოოდ მაგრამ ის მიზეზი ალბათ თეორიულად ხო ისევ არსებობს და ხო შეიძლება ისევ გაიგზავნოს ამიტომ ჩვენ ავდექით და იგივე სტიკერები იგივე შილარსის სტიკერები იგივე ფორმის არავით არის ზომა არ გაგვიგია 4 სტიკერი დავაკეთე და რამაც ამას მოყავს არ დაახანა მედებები ხო რეაგირება ერის ზედამხედველობის სამსახურმა თუ კიდე სხვა და მოგივიდა ჯარი რომელიც გულისხმობდა რომელიც გულისხმობდა ფინანსურ სანქციას 500 ლარის მოდელობით და იყო მითითებული განმეორების შემთხვევაში აიჭდება ფინანსური სანქცია გაორმაგდება და კიდე თუ რაღაცა მიზანშეწონილად ჩაითვლება სასამართლოს მიერ თუ რაღაც ორგანოების მიერ მაშინ 15 დღიანი რაფია ადმინისტრაციული პატიმრობა და თქვენი დამოკიდებულება ეს დავდეთ სოციალურ ქსელში განმათავსეთ გამოვხატეთ ამაზე პროტესტი რაღაცა მე დაგვიჭირეს საზოგადოების აქტივისტებმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარე და დაიგეგმა გუშინდელი აქცია მოვიდნენ და ჩვენ ჩავატარეთ ეს აქცია მოვიდნენ უბრალო მოქალაქეები საზოგადოებრივი აქტივისტები მოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაგვიჭირეს მხარე და ჩავატარეთ აქცია და იგივე გავიმეორეთ ჩვენ რომ მოვთხოვეთ ქვეყანას მოვთხოვეთ სახელმწიფოს მოვთხოვეთ მერიას ბატონო ვახტანგ გუშინდელ აქციაზეც გამოიყენეთ სტიკერები გამორჩენებელი სტიკერები არ გავაკეთეს გარკვეული მოსაზრებები იმიტომ რომ ესენი არაფერზე არ წავიდნენ ჩვენ სასამართლომდე გვიდა მიყარა ამ საქმის და მითო სასამართლო იქნება ამათთვის ესე იგი ძალიან ეხლა თეატრალური ისა აქტიური არის ჩვენ ქალაქში და ამ ძალიან ტრაგედია იქნება რა ამათთვის ჩვენი სასამართლო პროცესი და დაგებრუნდებით რამოდენიმე წუთში გიორგი მოგესალმები კიდევ ერთხელ გუშინდელ აქციაში ჩაერთე თუმცა საკუთარი მოსაზრებებით გაგვიზიარე ზოგადად თეთრხილთან დაკავშირებით როგორ მოგწონს მისი ვიზუალური მხარე და ანუ რამდენად უსაფრთხოდ მიგაჩნია მოგესალმებით მივესალმები ტელემაყურებლებს სანამ თეთრი ხიდის კონკრეტულ დიზაინს განვიხილავთ აქციის არსს მანამდე ცოტა გადახვევა მინდა გავაკეთო და გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინდა სამძიმარე გამოთქვა გარდაცვლილი ჟურნალისტთან დაკავშირებით ლევან ჩხაიძის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო მოვიტევეთ მე პირადად და ასევე მინდა მთლიანად საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიებს შევეხო და უსამძიმრებ ოჯახებს ეხლა რაც შეეხება თეთრ ხიდს მინდა გითხრათ რომ თეთრი ხიდი გაიხსნა 3 ნოემბერს მთელი ზარზეიმით მთელი დიდებით საბალოტო დასმა გახსნა ну ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებს გვიხარია რომ ქალაქში რაღაც კეთდება რეაბილიტაცია არის მაგრამ სინამდვილეში მე როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება პროტესტი რომ ხიდი რომელიც დაჯდა 435,999 ლარი ეგეთ მდგომარეობაში არ უნდა გამოიყურებდეს. აქ საკამათო თემა არის მომწონს არ მომწონს ამის დიზაინი, ამ კონკრეტული ხიდის დიზაინი, ეს ცალკე თემა არის. ნუ გემოვნების საკითხია ზოგს. თავად რამდენად მოგწონს აი ეს? მე პირადად არ მომწონს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ხიდიც შენობაც და ნებისმიერი საზოგადოებრივი ადგილი უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეებს. ეს მოქალაქეებისთვის კეთდება და შესაბამისად აქ არის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რამდენიც რაც ბატონო ვახტანგმა კარგად ახსენა, რომ ზამთრის პერიოდში ხიდი სრულად იყინება, ეხლაც როდესაც მე და ბატონი ვახტანგი გადავადგილდებოდით ხიდზე, როდესაც მოწვიმა ცოტა ნალექი როდესაც წამოვიდა, საფრთხე არის იმის, რომ ადამიანი ელემენტარულად შეიძლება ფეხი აუცდეს და ნუ შესაძლოა ან ფატალურ შედეგამდე მივიდეს და რაღაც დაიზიანოს. ეს ერთი საკითხი.
პლუს ამას რაც შეეხება ეხა აქციას და კი ბატონო, ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ქუთაისში და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. პლუს ამას ეს ადამიანები კონკრეტულად იმ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არც არაფერს არ აპროტესტებდნენ, უბრალოდ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ასევე ტურისტებს, სტუმრებს მოუწოდებდნენ, რომ ეს ხიდი არის სახიფათო და შესაბამისად აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. მართლაც რომ ასე არის, სამწუხაროდ, მართლაც რომ ასე არის, უდიდესი თანხაა დახარჯული ამ კონკრეტული ხიდის რეაბილიტაციასთვის. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის, პლუს ამას არის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ქუთაისის, პირდაპირ გეუბნები, თეთრი ხიდი და უქსოვარი დროიდან ახსოვს მამაპაპასაც და ისტორიასაც, რომ ეს ხიდი იყო საფეხმავლო ხიდი, ასევე საავტომობილო ხიდიც. მაგრამ გამომდინარე იქიდან, ძირითადად ქალაქში რას ვაწყდებით? მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურას, მარტო თეთრი ხიდი არ არის განსაზღვრული ამ ყველაფერს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურას, უამრავ ორმოებს და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაც მერის თანამშრომელი ასე შემდეგ ჩინოსანი რო იყოს ოპონირებას გამიწევდა, მეტყოდა რომ ეს ყველაფერი კეთდება ქუთაისში. რაც კეთდება, კი ბატონო, ჩვენ ჩასაფრებულები არავისთან არა ვართ. უბრალოდ ჩვენი პოზიცია არის, რომ თანხა რომელიც იხარჯება, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭირველი. თუნდაც ეხლა ელემენტარულად შევეხები კომპანია, რომელმაც ეს სატენდერო პირობებში მონაწილეობა მიიღო. როდესაც იხარჯება, როდესაც თანმიმდევრულად მინდა თუ რა თქმა უნდა ქრონომეტრაჟი გავიშოვს ეთერისას, თანმიმდევრულად მინდა მოკლედ რომ ჩავატიო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არ არის ღია ტენდერი და ზოგადად ჩვენ მოსახლეობამ არ ვიცით, როდესაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი რეაბილიტაციას განიცდის, ჩვენ არ ვიცით, რა გამოცდილება აქვს ამ კომპანიას. აი, რა გაუკეთებია სიტყვაზე, რომელი ხიდი შეულამაზებია, რომელი ხიდის რეაბილიტაციაში მიუღია მონაწილეობა. ჩემი თვალით მაქვს დანახული, როდესაც 3 ნოემბერს გაიხსნა ხიდი, დაახლოებით 1 კვირის შემდეგ წვრილმანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდიოდა. ხიდის შემდგომში გადასაკრასკი აღნიშნა. თუ ელემენტარულად ეხა კითხვა იბადება, თუ ხიდი მზად არ იყო, რომ მოქალაქეებს ესარგებლად, რატომ გაიხსნა სარზეიმით? ეს სარზეიმის თანხაც ასევე ბიუჯეტიდან გამოიღო, ხო? იქ საბალოტო დასი იქნებოდა და ვინც იქნებოდა. ეს ყველაფერი სახსრებთან და ხარჯებთან ხომ არის დაკავშირებული. ანუ მე პირადად პროტესტის გზნობა მიჩნდება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ღიად ეს ყველაფერი არ კეთდება. შესაბამისად, აქ ცალკე სტრუქტურებმა უნდა გამოიძიოს რა იყო, როგორ იყო, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ გვინდა სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ხმა გავაგონოთ მერის შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის ბატონ გიორგი ჭივარიას, რომ ეს საკითხი წამოწიოს. თეატრალური მერი გახდა და გელაცავთ ქალაქს. ძალიან კარგი რომ ზოგადად ამ თეატრს და თეატრალიზმს ბატონი გიორგი და ასე თუ ისე პატივსცემს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის თლათ მნიშვნელოვანი. თეატრალური მერი უნდა იყოს კონკრეტულად მოსახლეობისთვის. კი, რა თქმა უნდა, არჩეული მერი არის, მაგრამ არჩეული მერი კონსტიტუციურად ვალდებული არის, რომ ღიად, ფართოდ და მოქალაქეებზე მორგებული საქმეები აკეთოს. კი, რა თქმა უნდა, რაც კეთდება, ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ კეთდება. და აქციის მიზანი რა იყო? აქციის მიზანი არის ის, რომ მე პირდაპირ ამ ჩემს მეგობრებს, ამ ხალხს, რომლებიც იბრძვიან კეთილდღეობისთვის, არ შეეზღუდოთ სიტყვის და გამოხატვის უფლება. და ასევე მერის შესაბამისმა სტრუქტურებმა აიღონ პასუხისმგებლობა ჩავარდნილ ტენდერთან დაკავშირებით, გამოვიდნენ და მოსახლეობას ღიად გვესაუბრონ. მარტო მე კი არა, გამოვიდნენ თქვენი ეთერით ისარგებლონ, დაგვისახელონ ის კი არა, რომ როგორ მოგვარდება ეს საკითხი, მანამდე რა იყო, ნაბიჯ რა ნაბიჯები გადაიდგა, რა დამოკიდებულება იყო, როგორ აარჩიეს თუ არ ვცდები შეპესე ალმარუსი არის, როგორ აარჩიეს, რა პირობები დააკმაყოფილა, რაზე იყო საუბარი, რა პროცესები არსებობს იმის იქეთ, ახლა ვიღაცა ჯარიმდება, რაღაცას ირკვევა. ეს ყველაფერი უნდა აგვიხსნას ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას და მოსახლეობას. ჩვენ კიდე გეუნებით. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ უფლებას ჩვენ როგორც გადასახადის გადამხდელებს, ჩვენ ამის უფლებას კონსტიტუცია გვიტოვებს და შესაბამისად ვალდებულებას წარმოადგენს საჯარო მოხელე გამოვიდეს
ну, ვისაც ეხება ეს მერს ეხება, შესაბამის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეხება და ვისაც ეხება გამოვიდნენ და მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, ან მიგვიწვიონ, ან კონკრეტულად პირდაპირ ეთერში გამოვიდნენ, მოусვენთ აუცილებლად ყურადღებით, აგვიხსნან თითეული დეტალი, თითეული მიზანი. ჩვენ არ გავჩერდებით არანაირად, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის საქმეს მივიყვანთ აუცილებლად ბოლომდე. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ქალაქი, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენ ტერიტორიებს, ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენ ქალაქს და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქალაქი 4000 წლიანი გამოცდილების მქონე ქალაქი იყოს ერთ-ერთი პრესტიჟული და კიდე პლუს იმასაც ვამბობ, რომ სივრცეები შეიქმნას ასევე ახალგაზრდებისთვის, რომ ეს ხალხი, რომლებმაც მომავალი უნდა შექმნან, ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, არ უნდა გარბოდნენ თბილისში, ან სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში. ნუ რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მივაბიეხა თეთრი ხიდის თემას. უბრალოდ მე ვამბობ, რომ შესაძლოა გქონდეს აქ რაღაც არაპროფესიონალისგან დამოკიდებულება, ნუ ეხლა ადამიანი, როდესაც ტენდერში მონაწილეობას იღებს და სატენდერო პირობებს თუნდაც აკმაყოფილებდეს, ელემენტარული საკითხია, კითხვა უნდა დასვა, აქვს თუ არა შესაბამისი პროექტი განხორციელებული, რომ გამოცდილება ამით იზომება. მე ასე ვიცი, ხა შეიძლება პროფესიონალები უფრო კარგად ასწნენ ამ საკითხს, მაგრამ ძირითადი მუხტი ჩვენგან სამოქალაქო საზოგადოებიდან რაც არის და როგორაც არის, მე შევუერთდი ამ აქციას იმის გულისთვის და ასევე ბოლომდე ამ ხალხს დაუდგები ამ საქმეში, რომ მე მინდა აუცილებლად თუ ქალაქის საქმე გაკეთდეს და რაც შეეხება კიდევ გეუბნებით. დიახ, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. კიდევ გეუბნებით, რომ მოვიდნენ მერის წარმომადგენელი და მოსახლეობას აგვიხსნას 435,995 ლარი, 1000 ლარი, აი კონკრეტულად რაში დაიხარჯა, ნუ რა თქმა უნდა, კი გვაქვს ინფორმაცია, რომ ნახევარი თანხა არის გადახდილი, მაგრამ რეალურად ის ნახევარი თანხა რაც მოხმარდა და დაწყებული ტენდერის გამოცხადებიდან დღემდე რა მდგომარეობაშია პროცესი აგვიხსნა. და ბოლოს უსაფრთხო არის აფხიძე სიარული თუ არა თქვა. ბატონო ვახტანგ, უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაცია დაჯარიმდას, რომ თქვენთან გადმოვინაცვლებ შეკითხვით, ანუ შემდგომქმედითი ნაბიჯები რა იქნება თქვენი ორგანიზაციის? ახლა იცით, როდესაც საქმე კეთდება, საქმეს ფული ჭირდება. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ამ ჩვენი აქტიურობით და მაშინ დანახარჯები გექნება. და ჩვენ ფულს თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ ფული. შემდგომ ინსტანციებსაც გავაპროტესტებთ, მაგრამ ჩვენ ფულს გადავიხადეთ. ჩვენ ვარ კანონმორჩილები, თუ კანონი გადაწყვეტს, რომ ჩვენ დასაჯარიმებლები ვართ, გადავიხადეთ. არ გავექცევით, მაგრამ და არ ვიტყვით, რომ ჩემს სახელზე ქონება არის რაღაც უწევების ფენაში ვარ და გადავიხადეთ. მაგრამ საქმე რა შეჭირს? გვითხრას მერმა, რომ ეს ხიდი თუ არის უსაფრთხო, თუ არ არის უსაფრთხო, თუ უსაფრთხო არის, მასე გადაადგილება, მაშინ რატო არის შემოღობილი ის დამზარული ფილიალი ტერიტორია. თუ არ არის უსაფრთხო, მაშინ მოაშოროს. თუ უსაფრთხო არის, მოკეთ, დაგვიგითხათ, იცით რომ კონკრეტული პასუხი გაგვაგებინო და ჩვენ რატო დაგვაჯარიმეს, რისთვის დაგვაჯარიმეს, რა საშიშროება, რა ადმინისტრაციული რომელი მუხლი მითითებულია წერილში, მაგრამ სასაცილო ჭხეს და 150 მუხლია საუბარი. სასამართლოზე მივარ ჩვენ და გაიგება იქ რა და როგორ. საქმე შეიცით რომ ჩვენ შეგვიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ერთ-ერთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შემდეგ გამოხატვის და აზრის გამოთქმის სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტალური უფლება კონსტიტუციის უზრუნველყოფილი ჩვენთვის და ჩვენ ეს შეგვიზღუდეს. ამის გამომოვა ჩვენ ეს აქცია და ამ სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობოებმა ამაში დამიჭირეს ხარისხი, რომ შეწყდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თუმცა ამით ალბათ არ დასრულდება თქვენი დათეთრება. ეხლა როგორი ფონი შეიქმნა ეხლა გამოძახებული იყო პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა, ვიღებდნენ ფოტოებს, ვაფიქსირებდნენ, ვინ ვიყავით, რა ვიყავით, სხვადასხვა რაკურსებიდან, დაფარული სახეებით, კაპიშონებით და იყო პიკაპი პოლიციის მოყვანილი, მეორე განყოფილება იყო მობილიზებული, ალბათ სხვა სამსახურების, მოკლედ საშიში ხალხი ვარ ჩვენ ესეთ და ალბათ უღებ სამყუდროებას, კარგი არის ბიუჯეტის ფულების მოხმარება ეს, მაგრამ ჩვენ უღებთ. ეთამის არა კომფორტულ მდგომარეობაში. ბატონო ვახტანგ, დავაპირებთ ალბათ ხო თეთრხილთან განვითარებული მოვლენები არ დატოვოთ თუ ყურადღება. ჩვენ მომდევნო ეტაპი არის სასამართლოზე ვიტყვით ჩვენ შესაძლოა. ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ვერ შევაშინოთ ეს 500 ლარი 1000, მოკეთ ჩვენ სამართლებრივ ყველა სამართლებრივ ეტაპს გავივლით ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად და ჩვენი საქმის ბოლომდე მისახვედრად.
გიორგი გსურდა მგონი. კი ბატონო, ჩემი მოსაზრება მინდა დავაფიქსირო და კიდევ ხაზს გავუსვამ და ჩვენ არავის არ ვემტერებით, არავის ასე ვთქვათ, ჩასაფრებული არავისთან არა ვართ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ თითეული მათაგანი, მეც ბატონი ვახტანგის და იქ შემადგენლობა მიც ვიყავით, თითეული ჩვენთაგანი ვაკეთებთ ქალაქის საქმეს. ეს გამოიხატება კულტურულ დამოკიდებულებაში, თუნდაც ქალაქის სახელის სხვადასხვა ქვეყნებში გატანაში, ასევე დამოკიდებულებაში რა მიმართება გვაქვს ქუთაისთან და საერთოდ საქართველოსთან. ჩვენი მიზანია, მე მიმართავ ხა მერის ადმინისტრაციას და თუნდაც ხელისუფლებასაც და ჩვენი მიზანი არის, რომ ერთად დავდგეთ და ვაკეთოთ ეს ქართული და ეს ქალაქის საქმე. არ არის ჩვენი მიზანი კიდევ და კიდევ ვამბობ, რომ რაღაცა შეცდომები არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ასე ვთქვათ ისეთი შეცდომა, რაც გამოსწორებადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც შეეხება თეთრი ხიდი ძალიან ასე ვთქვათ კომიკური დამოკიდებულებაც შეიძინა ამ თეთრმა ხიდმა და ბოლო-ბოლო ბატონ ვახტანგსაც დავესესხები თუ არის ეს ხიდი დასაკეტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს. თუ არ არის დასაკეტი, მაშინ უნდა გითხრან, რომ კი ბატონო, მიბრძანდით გადაადგილება. არ არის თქვენი შეზღუდული და ასე შემდეგ, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ აუცილებლად მე კიდევ ამბობ, რომ მე არ მხოლოდ თქვენს შეკითხვას კი ბატონო, მე კიდევ ამბობ, რომ აქ მთავარი არის, რომ როდესაც სახელმწიფო მოხელე ხარ, უნდა იმსახურო ქალაქს და უნდა იმსახურო მოსახლეობას. და მე რაც კონკრეტული აქცენტები დავსვი, კითხვები დავსვი, აუცილებლად პასუხი ამას უნდა გაიცის. თორემ შემდგომში აუცილებლად აქციები განმეორდება და ეს აქციები არ იქნება აქციებისთვის. ამას აუცილებლად მოყვება შედეგი ჩემოკარგო. იმიტომ რომ უკმაყოფილო მოქალაქეები ძალიან ბევრია. ამ თეთრიდან დაკავშირებით არა მარტო თეთრიდან. სხვა რამე დეტალებსაც ეხება, აქ ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელზეც საუბარიც ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ესე პლანალურად ვიტყვი, ასე რომ მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თეთრით და აქციას შევეხებით აუცილებლად სხვა გადაცემებშიც ამ დღევანდელი ეთერით არ მოიწურება ეს საკითხი. წარმატებულ დღეს. უღრმესი მადლობა მეგატივის და ზოგადად ადგილობრივ ტელევიზიებს, რომლებიც საჭირო დროს, საჭირო მომენტში დგანან სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობების და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჯგუფების გვერდით. თქვენ დიდი მადლობა. ეს არის რომ განვითარებული მოვლენები და მნიშვნელოვანი სიახლეები, ფაქტები მივიტანოთ ჩვენს ტელემაყურებლობამდე და იმ შემდგომ ორგანოებთან, რომლებსაც ხელეწიფება მათი მოგვარებან პირდაპირ ვალდებულნი ძალიან პრობლემები ახლობხრან. რა თქმა უნდა, უგრმესი მადლობა მეგატივს და არა მარტო, ნებისმიერ სააგენტოს და არ დავასახლებ ხა კონკრეტულად. უპირველესი მადლობა მეგატივს და რა თქმა უნდა თქვენ საავტორო გადაცემას და ძალიან დიდი მადლობა. მოკეთ ბედნიერ დღეს გისურვებთ და მოვლენათა განვითარებას აუცილებლად ვადევნებთ თვალყურს. ზურფასო ტელემაყურებლობა გადაცემის სტუმრები გახსოვთ ბატონი ვახტანგ სიხარულიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლია ერთ-ერთი დამფუძნებელი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი. უნდა დაგემშვიდობოთ დღეისათვის მე თქვენ გითხრათ რომ გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. ნანა გახსით თქვენთვის მუშაობდი. გემშვიდობებით ხვალამდე გმადლობთ ყურადღებისთვის ნახვამდის. დიდი მადლობა.